მოგესალმებით. აბა ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ სამსახურში კვირაში მხოლოდ 4 საათს ატარებთ. დანარჩენი დრო კი თქვენია. მოგზაურობთ, სწავლობთ, ან უბრალოდ იმას აკეთებთ, რაც გიყვართ. ხო, ცოტა არარეალურად ჟღერს, არა? ხო და ტიმოთი ფერისის წიგნი 4 საათიანი სამუშაო კვირა სწორედ ამ ცოტა არ იყოს და რადიკალურ იდეაზეა აგებული. ის სამუშაოს და ცხოვრების სრულიად ახლებურ ხედვას გვთავაზობს. მოდით ერთად ჩაუღრმავდეთ, რა დგას ამ თამამი განცხადების უკან. დღეს მოდით ჩავყვეთ ამ წიგნის მთავარი იდეებს. ჯერ ვნახავთ, როგორ აბრუნებს ფერისის სიმდიდრის და მუშაობის კონცეფციებს თავდაყირა. მერე კი ეტაპობრივად გავივლით ეგრეთ წოდებულ დილ მეთოდოლოგიას. ეს არის, ასე ვთქვათ, ის 4 ნაბიჯი, რომელიც ფერისის მთელი ფილოსოფიის გულია. და ბოლოს ვნახოთ, რამდენად მუშაობს ეს ყველაფერი დღევანდელ რეალობაში. იცით, წიგნის მთავარი მუღამი რაშია? ის პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ იდეას, რასაც გადადებული ცხოვრების გეგმა ქვია. ანუ, იმუშაო 40 წელი, რომ მერე პენსიაზე გახვიდე და ცხოვრებით დატკბე. ფერის გვეუბნება, რატომ უნდა ველოდოთ და სწორედ აქ შემოდის ახალი მდიდრების ცნება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფულზე მეტად დროსა და მობილურობას აფასებენ და მდიდრულ ცხოვრებას ქმნიან ახლა და არა ოდესღაც მომავალში. კარგი, და აი აქ მივდივართ ძალიან საინტერესო კონცეფციამდე, ფარდობით შემოსავალამდე. აბა დაფიქრდით, ვინ არის რეალურად უფრო მდიდარი? ის, ვინც ნიუ-იორკში წელიწადში $100,000 შოულობს, მაგრამ კვირაში 80 საათს მუშაობს და თავისუფალი დრო არ აქვს. თუ ის, ვინც თაილანდში $50,000 გამოიმუშავებს, კვირაში მხოლოდ 10 საათს მუშაობს და სადაც მისი ფული ბევრად მეტი ღირს. ხომ ხვდებით? ახალი მდიდრები სწორედ ამ ფარდობით შემოსავალს აქცევენ ყურადღებას. კარგი, მაგრამ როგორ მივახციოთ ამ ყველაფერს პრაქტიკაში? ფერისი, რა თქმა უნდა, მხოლოდ თეორიას არ გვთავაზობს. ამისთვის არსებობს კონკრეტული 4 საფეხურიანი ფორმულა, რომელსაც DL ჰქვია. ეს არის ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც ეტაპობრივად გაგატარებთ ამ ტრანსფორმაციის პროცესს. მოდი დავიწყოთ პირველი და, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯით. ყველაფერი იწყება არა იმით, თუ რამდენი ფული გინდათ, არამედ იმის ზუსტი განსაზღვრით, თუ რა გინდათ სინამდვილეში. ანუ, სანამ იმაზე დავიწყებთ ფიქრს, როგორ ვიშოვოთ ფული, ჯერ უნდა გავიგოთ, რისთვის გვინდა ის. ეს ეტაპი მთლიანად ჩვენი აზროვნების გადაწყობას ეძღვნება, რომ აბსტრაქტული სურვილები კონკრეტულ გაზომვად მიზნებად ვაქციოთ. ამაში კი გვეხმარება ერთი ძალიან მაგარი ინსტრუმენტი, რომელსაც ოცნებების მოდელირება, ანუ dreamlining ქვია. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ, მინდა ვიყო მდიდარი, უბრალოდ დაჯექით და დათვალეთ. კონკრეტულად რა დაგიჯდებათ თვეში თქვენი ოცნების ცხოვრება, სახლი, მოგზაურობა, ჰობი. ძალიან ხშირად აღმოაჩენთ, რომ თქვენი იდეალური ცხოვრება გაცილებით იაფია, ვიდრე გგონიათ. ცხადია ნებისმიერ ცვლილება შიში ახლავს თან. ამისთვის ფერის გვთავაზობს შიშის განსაზღვრის მეთოდს. კითხეთ თქვენს თავს, რა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს თუ ამ ნაბიჯს გადავდგამ და მერე როგორ გამოვასწორებდი ამას. ამაზე დაფიქრება ხშირად გვაჩვენებს, რომ ჩვენი შიშები გადაჭარბებულია და ეს გვაძლევს ძალას ვიმოქმედოთ. კარგი, მიზნები გვაქვს. ახლა დროა, ვიპოვოთ დრო ამ მიზნების მისაღწევად. და აი, აქ შემოდის მეორე ძალიან კონტრინტუიციური ეტაპი. თავარი იდეა ისაა, რომ დაკავებულობა არ ნიშნავს პროდუქტიულობას. ჩვენ უნდა ვისწამლოთ არა დროის მართვა, არამედ უმნიშვნელო საქმეების და იგნორირება. და ამის გასაღები არის ყველასთვის კარგად ნაცნობი პარეტოს პრინციპი, იგივე 20-20-ის წესი. ჩვენი შედეგების 20%, როგორც წესი, ჩვენი ძალისხმევის მხოლოდ 20%-დან მოდის. ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ ეს 20%. ის ამოცანები, კლიენტები თუ პროდუქტები, რომლებსაც მოაქვთ შედეგების ლომის წილი. და მთელი ჩვენი ყურადღება მათზე გადავიტანოთ. დანარჩენი 80%, რომელიც უბრალოდ დროს გვართმევს, უნდა მოვიშოროთ. ამას დაუმატეთ კიდევ ერთი უძლიერესი იდეა, პარკინსონის კანონი. თუ საქმისთვის ერთი კვირა გაქვთ, გარანტიას გაძლევთ ის ერთ კვირას წაგართმევთ. მაგრამ თუ იგივე საქმისთვის მხოლოდ ერთი დღე გაქვთ, ხობ, და მას ერთ დღეში გააკეთებთ. რატომ? იმიტომ რომ ტვინი იძულებულია ფოკუსირდეს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანზე. ასე რომ დააწესეთ მოკლე დედლაინები და გახდით ულტრაეფექტურები. აბა, დრო გავათავისუფლეთ, ახლა გადავდივართ ფულზე. ოღონდ არა უბრალოდ ფულზე, არამედ შემოსავლის ისე წყაროზე, რომელიც ჩვენგან მუდმივ ჩართულობას არ მოითხოვს. აქ ჩვენი მიზანი არა რაღაც გიგანტური იმპერიის აშენება, არამედ ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ჩვენი ცხოვრების სტილს დააფინანსებს. ფერის ამას მუზას უწოდებს. ეს არის მარტივად რომ თქვათ ავტომატიზებული ბიზნესი, რომელიც საკმარის ფულს გვაძლევს, რომ ჩვენი ოცნებები დავიფინანსოთ. თავარი პრინციპი, ის შენ გარეში უნდა მუშაობდეს. როგორ? მაგალითად შეგიძლიათ შექმნათ რაღაც ნიშური პროდუქტი, ვთქვათ, ონლაინ კურსი ან რაიმე სპეციფიკური ნივთი. მერე კი, ყველაფრის აუთსორსინგი, წარმოება, გაგზავნა, კლიენტთა მომსახურება, ყველაფერი შეიძლება გადააბაროთ სხვებს. რუტინული ამოცანები კი, როგორიცაა იმეილებზე პასუხი, შეგიძლიათ გადასცეთ ვირტუალურ ასისტენტს. და აი მივედით ბოლო და ყველაზე სასიამოვნო ეტაპამდე, როცა დროც გვაქვს და ავტომატიზებული შემოსავალიც. უკვე დგება დრო, რომ თავი დავიხსნათ ყველაზე დიდი შეზღუდვისგან, გეოგრაფიისგან. და ამის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გამოვლინება არის მინი პენსიები.
იდეა მარტივია. რატომ უნდა ველოდოთ 65 წლამდე რომ ცხოვრებით დავტკბეთ? რატომ არ შეიძლება ავიღოთ რამდენიმე თვიანი შვებულებები ყოველ რამდენიმე წელში ერთხელ? იცხოვრეთ სხვა ქვეყანაში, ისწავლეთ ახალი ენა ან უბრალოდ დაისვენეთ. და ამის განხორციელების მთავარი იარაღი არის გეოგრაფიული არბიტრაჟი. იდეა გენიალურად მარტივია. გამოიმუშავე ძლიერ ვალუტაში, მაგალითად დოლარში და იცხოვრე იქ, სადაც ცხოვრება ბევრად იაფია. თქვათ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ან ლატინურ ამერიკაში. თქვენი ფულის მწყიდველობით თუნარიანობა ავტომატურად იზრდება ყოველგვარი დამატებითი მუშაობის გარეშე. კარგი, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ წიგნი თითქმის 20 წლის წინ დაიწერა. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია ამის განხორციელება დღეს? მოდი რეალობას თვალებში ჩავხედოთ. მოკლედ, სურათი ასეთია. ფილოსოფია, ანუ ის ძირითადი პრინციპები, როგორიცაა 20-20-ის წესი, დისტანციური მუშაობის იდეა, დროის როგორც მთავარი ღირებულების აღქმა, ეს ყველაფერი დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე. აი რაც შეეხება კონკრეტულ ტაქტიკას, მაგალითად ავტომატიზებული ონლაინ მაღაზიის ნულიდან შექმნას, ეს გაცილებით გართულდა. ბაზარი გადაივსო და კონკურენცია უზარმაზარია. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გვახსოვდეს. სათაური 4 საათი არის მეტაფორა, მარკეტინგული ხრიკი. მიზანი არაეფექტური სამუშაოს მინიმუმამდე დაყვანა და ცხოვრების მაქსიმალურად გაზრდა. ამ სისტემების აწყობას განსაკუთრებით თავიდან შეიძლება კვირაში 80 საათზე მეტიც კი დასჭირდეს, რომ შემდგომში მან ავტომატურად იმუშაოს. და ბოლოს, მინდა დაგტოვოთ ერთ კითხვასთან, რომელიც ჩემი აზრით ამ წიგნის მთელ არსს იტევს. ერთი წუთით დაივიწყეთ ყველა შეზღუდვამ, ყველა მაგრამ და როგორ. და დაფიქრდით, რას გააკეთებდით მომავალ წელს 3 თვით რომ შეგეძლოთ თავი დაანებოთ ყველაფერს და აკეთოთ ის რაც ნამდვილად გინდათ. თქვენი პასუხი ამ კითხვაზე შესაძლოა პირველი ნაბიჯი აღმოჩნდეს თქვენი ცხოვრების დიზაინისკენ.